მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო სივრცის გადაცემა შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბაჩო ოდიშარია, საქართველოს კინოცენტრი ამ შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი, ჩვენ ერთად ვიყავით წასულები ვიყავით ერთად ვიყავით ბერლინში, ბერლინალეზე, კინოფესტივალზე, სადაც წარმოვადგინით ამ შემთხვევაში ერთად კინოცენტრს, მოიცა, რაღაც ხმა შემოდის ამაში. მოკლედ, ჩვენ დაუბრუნდით, მე უფრო რამდენიმე ხნით ცოტა ხნით ვიყავი წამოსული. ჩვენ დაუბრუნდით ბერლინიდან და ჩვენ გვინდა რომ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს ვისაუბროთ იმ შთაბეჭდილებასა და იმ რაღაცა დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ის აჟიოტაჟი, რაც ახლდა თან ამებას, რა ქვია, ამ ჩვენს მოგზაურობას. ბაჩო, იცი რა არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჩვენი მოგზაურობა იყო შეფასებული რაღაცნაირად დიდი აჟიოტაჟი მოყვა, ხო? წინაპირობა ქონდა იყო მცდელობა ერთგვარად რომ მომხდარიყო ამისი რაღაცა ბოიკოტირება და საბოტაჟი. თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად ამაზე რამდენიმე სიტყვით დავიწყოთ ლაპარაკი. სალამი გურამ, სალამები თქვენს მსმენელს. ეს ჩემს არ იყო სიახლე, იმიტომ რომ შარშანაც ანალოგიური მოხდა, როდესაც დავიწყეთ, როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ დავიწყეთ ფესტივალებზე გასვლა და მაშინაც პირველი იყო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზარი. მაშინაც იყო ზუსტად იგივე, რომ ოპოზიციურ მედიაში ატყდა აჟიოტაჟი, მიდის დელეგაცია საქართველოდან და ეს არის პრობლემური, იმიტომ რომ არ არის არც ერთი ბოიკოტისტი მათ რიგებში. საერთოდ ეს ბოიკოტიც ძალიან აბსურდული რაღაცა, იმიტომ რომ თან ბოიკოტში ხარ, თან იმას ამბობ, რომ ჩვენ რატო არ ვართ ამ სიაში. აქ არის როგორი ამბობ, მომართვის მიხედვით ჩვენ ვადგენდით იმ დელეგაციას, რომელიც მიდიოდა. შესაბამისად, ეს აჟიოტაჟი, რომელსაც ეხავდნენ, იყო თავიდან ბოლომდე ხელოვნური და მარტო აჟიოტაჟისთვის შექმნილი. რაც ძირითადად მათ სამოქმედო სივრცე არის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხო უკვე ყველაფერი დაღალვანილი აქვთ აქტივიზმამდე, თუ პროდუქტი აქტივიზმში ვერ გადაიზრდება, ის არის მიუღებელი. შესაბამისად, შენ შემთხვევაშიც მაგალითად რაც აიწია, რომ ანუ ერთ-ერთი კრიტიკა რო დავარქოთ, კრიტიკის ხაზი ხო ეგ იყო, რომ როდის აქედან გახდა გურამ ნიკოლაშვილი რეჟისორი. როცა რა რეჟისორი მაშინ ხდები, როცა ფილმს გადაიღებ, ხო მარტივი მოცემულობაა ძალიან. შენ ქონდა ფილმი, რომელიც არის იდეაში ძალიან ეროვნული ინტერესების მატარებელი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, მის ხელნაწერზე აცნობს ინფორმაციას მაყურებელს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შენ ხარ მაგალითად მე ვარ და სხვა ადამიანები, ვინც ამოიკითხეს სიაში არიან მათთვის მიუღებელი პირები, ესე იგი ამ დელეგაციას აქვს პრობლემა, ესე იგი ეს დელეგაცია არ ეხება კინოს და მათ წარმოდგენაში ეს არის დელეგაცია, რომელიც თვითმფრინავიდან უნდა ჩამოვარდეს, იმიტომ რომ გავს კომენტარებს შენც ნახავდი. რეალურად განსხვავება რაშია უყურე და ჩვენ ეთერში მოსვლამდე საუბრობთ მაგაზე. მაგალითად, შენ დოკუმენტური ფილმი, რომელიც არ არის პროპაგანდისტული ფილმი და არის ფილმი ცუდად არ გამიგო, მაგრამ მშრალი ფაქტებით და განსაკუთრებული დრამატიზაციის ან ინტერპრეტაციის გარეშე. მიუღებელი გახდა ლიბერალური პაბლებისთვის და ოპოზიციური ჯგუფებისთვის მხოლოდ იმის გამო, რომ ის მთავრდება ერთი კონკრეტული ტიტრით, რაც არის ჭეშმარიტება, რაც გადმოცემს ფაქტს, რომ ეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა და დააბრუნა საქართველოში. და ანუ ამას ეს არ არის ინტერპრეტაციის საგანი, ეს არის მშრალი ფაქტი.
მხოლოდ ამის გამო ეს ფილმი და შესაბამისად ამ ფილმის ბერლინალეზე გატანა იყო მიუღებელი მათთვის. მაგრამ საპირწონედ არის სალომე ჯაშის მოთვინიერება, რომელიც არის ფსევდოდოკუმენტალისტური ფილმი, რომელსაც არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული stage სცენა და რომელიც თავდება აგრეთვე ტიტრით ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის აბსოლუტური სიცრუე, ფაქტობრივი სიცრუე, რომელსაც მარტივი გადამოწმებით მიხვდები და აღმოაჩენ რომ არის სიცრუე. თავდება ფილმი ტიტრით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ბაღში გადაიტანა ხეები, როდესაც დენდროლოგიური არის საჯარო სიკეთე და იქ ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქის თუ დამსვენებელს შეუძლია სამუშაო საათებში მივიდეს და უფასოდ დაათვალიეროს ის სიკეთე, რაც შეიქმნება დენდროლოგიურ პარკის სახით. მაგრამ ეს ფილმი არის ტაშის დასაკრავი, ეს ფილმი გადის ამის ყოველ წელს კინო არსენალში და იდეაში ეს არის უკვე ის მდგომარეობა, როდესაც ქართველი რეჟისორი ვცდილობენ რომ დაცენზურებული რეჟისორის პროფესიით იმუშაონ, იმიტომ რომ მაგალითად ამ ფილმის შემდეგ გავიდა უკვე 8 წელი თუ 9 წელი და საუბრიაში არც კი ფიქრობს ხო რომ ახალი პროექტი გააკეთოს, ყოველ შემთხვევაში მე ესეთი არ გამიგია, ამდენი ხანი არაფერი არ გადავუყევ, იმიტომ რომ ის დაცენზურებული რეჟისორის პროფესიით მუშაობს და ეს წარმატებული არის კონკრეტულ ევროპულ სივრცეებში. ხო და იცი რა არის ბაჭო, აი ჩვენ მივადექით ძალიან საინტერესო საკითხს. ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით, ანუ ყველაფერს სჭირდება თავისი იდეოლოგიური გამართლება, ხო? რომ სწორი არის ის, რომ ანუ ერთგვარი სიკეთეა, როდესაც შენ გებრძვის ხალ ერთგვარი სალმან რუშდი, შენ გდევნის სადაც არსებობს რეჟიმი, კატასტროფა, შენ ეს გდევნის, შენ მაინც იბრძვი, ყველაფერს იღებ და ჩვენ აი უამრავ რაღაცა პლატფორმაზე რაღაც ბელორუსი მწერალი იქნება ვიღაცა, აი ჩვენ ეს გვსმენი, ანუ ერთგვარი რაღაცნაირი ნარატივია, მე ესენი ჩადიან ევროპაში, იქ როგორც ამ ეგზოტიკურ ცხოველებს ვიღებთ, იქ ტაშს უკრავთ და ანუ ეს არის ნორმა, ეს არის შესაძლებელი და სახალისებელი. ამის საპირისპიროდ ჩვენ შეიძლება ავიღოთ, რომ მოდი გავაკეთოთ პროპაგანდა, ხო? აი პირდაპირ პროპაგანდისტული ფილმი, რაღაც არ ვიცი, სტალინის საუკეთესო ტრადიციების ან ლენი რიფენშტაილი, რაღაც ეგრე გადავიდეთ. შესაბამისად, როდესაც მე აი თუ ჩვენ ყავს სმენელი, ვინც არ იცის, თქვათ, ხო, არ უნახავს თქვათ ეს ფილმი ან ასე შემდეგ, რომელიც ხა ბევრგან არ გასულა, 1-2 გავიდა ტელევიზიაში, ხო? ანუ ჩვენ მართლაც ანუ გაგვიჩნდა ეს იდეა, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ხდებოდა ამ ხელნაწერის ყიდვა, მაშინ ვიფიქრეთ, რომ ნუ კარგი ხელნაწერი ვიყიდეთ, ძალიან კარგია, ჩამოვა ეს ივანე ზოსიმე, იმიტომ რომ ყველა სმენია, მაგრამ არავინ არ იცის რას ნიშნავს. კი ბატონო, ჩამოვა, იყიდის, მე სადღაც დადებენ და ნუ რაღაცნაირად მიიკარგება და ანუ ეს არის საშუალება, რომ მოდი მოვყვეთ რაღაც ისტორია, ჯერ ეს ისტორია რომ მოვყვეთ, ჯერ გავიგოთ, ნახოთ რა არის მოსაყოლი, რამდენად საინტერესოა, მოდი მოვყვეთ და მოდი მაშინვე იყო იდეა ეს კონტექსტი ჩვენ ხო გესმოდა რომ რაზე მოხდებოდა ამის მიგერება. მაშინვე გაჩნდა იდეა რომ მოდი ეს ფილმი გავაკეთოთ ისე, აი როგორც არსებობდა თავის დროზე ქართული დოკუმენტალისტიკის ტრადიცია, ხო? რომელიც აშუქებდა, თქვა, თავის იღებდნენ ძველად სატელევიზიო ფილმებს, გურამ პატარაია იღებდა, რეზო თაბუკაშვილი იღებდა, დარჩა ეს ყველაფერი რაღაც განში, მაგრამ აი ამ ტრადიციის მიხედვით ამბავზე გადავიღოთ რა ამ იდეოლოგიის გარეშე მთლიანად. და აი ამგვარად მიუდექი ჩვენ, ნუ გამოვიდა ის რაც გამოვიდა, ვინც ნახა მოეწონა, მე არ ვიცი სხვა შეფასებები და იმიტომ არ ვიცი, იცი რატო არ ვიცი? იმიტომ რომ ამ ფილმზე, აი ამ ხრიდან დღეს რო რეკავს ინტერნეტ გამოცემები და ბერლინალეს კონტექსტში რო აინტერესებთ, როცა ფილმი გავიდა, მაშინ არავის არ დაურეკავს. არც ერთ ადამიანს არ უკითხავს, რომ რა გადაიღე, რატომ გადაიღე, რისთვის გადაიღე. ფილმზე კრიტიკაც აკითხავს. არა, კინოცენტრმა მოგცა ფული თუ არ მოგცა და ხო ვეტყოდი რომ არაფერი არ მოუწია, განსხვავებით სალომე ჯაშისგან, ხო? და არავის არ უთქვავს ეს პროპაგანდა თუ არა. ეს ერთ-ერთი მთავარი მეცოდი. მოდი ეს ყველაფერი არ შევიმჩნიოთ, ეს არ მომხდარა. ეს მოდი გავაუქმოთ. დებატში არ შევიდეთ, იმიტომ რომ ერთხელ მქონდა ერთ-ერთ მათგანს ეს აქტივისტის მცდელობა, რომ დებატში შემოსულიყო და რაღაცა ჩამოაყალიბა პოზიცია გარკვეულ თემას. სხვა შორის მაშინაც მისი წარმოდგენით პროპაგანდას ეხებოდა და გადაწყვიტა, რომ პროპაგანდას ეხლა მე ვამხელ ფაქტები და მიიღო ზუსტად ძალიან კვალიფიციური აკადემიური პასუხი. იცი რა დააბრუნა პასუხად? არა, ესო, შეუძლებელია რომ შენ დაგეწერაო, ეს შენ არ დაგეწერიაო. ეს პასუხიო და ამიტომ მორჩაო და ნუ მე რაღაც ბოდოებში შევიდა რაღაც. ეს გაუქმება არის დამოკიდებული. შესაბამისად მე ძალიან მიხარია და კიდევ გამიგზელდა სიტყვა, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო კინოცენტრს, რომ
ჩვენ წავედით, ვინც არის ეს უნდა იცოდეს, რომ ბერლინალე ეს არის საფესტივალო ნაწილი, სადაც ხდება თვითონ იქ არჩეული ფილმების ჩვენება, მაგრამ მეორე არის ეგრეთ წოდებული ბაზრობის ნაწილი, European Film Market, სადაც ხდება ქვეყნები და სტუდიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, ხდება შეხვედრა, ერთმანეთის გაცნობა, ასთა გაცვლა-გამოცვლა, პროდუქციის გაცნობა და სწორედ ამ ნაწილში ვიყავით იქ ჩასულები და საშუალება მოგვეცა რომ ჩვენ გვეჩვენებინა სხვებისთვის, გაგვეცნო ესე ვთქვა და გვენახა იქ რა სიტუაცია იყო, სხვა შორის წინა წლებისგან განსხვავებით, ერთგვარად ცოტა დეპრესიული გარემო ამჯერად კი იგრძნობოდა. ამიტომ ამისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა კინოცენტრს და რაც თავარია ამან თავის შედეგი მიიღო, რომ ბერლინალე აღმოჩნდა და საერთოდ ბერლინი ეთქობა ჩვენთვის საკრალური მნიშვნელობის ქალაქია, ის ტრიგერი, რითაც როგორც იქნა ეს ყურადღება გამოჩნდა. სხვა და აქვე შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ მუშაობ ერთ ფილმზე და ხა გადავწყვიტე, რომ ეს ფილმი ამ შემთხვევაში პირიქით გავაკეთო. ეს იყოს აბსოლუტურად პირდაპირი პროპაგანდა. იმიტომ რომ თელ ფილმში არაფერი არ არის. ერთხელ არ არის ნახსენები რაიმე. ანუ ფილმს რო უყურებ, მთავრდება. ფილმი წერტილი ესმება და სადღაც არის ტიტრში გესმის და თქო, ეს ხელნაწერი ფაქტი უბრალოდ რა. ეგ როგორი ამბავი ეცი ანუ ოსვენციმი, ევროპამ ხო არ მიიწვია რუსეთი იმაში. ოსვენციმი გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. ნუ იმის გარშე კითხვა ის მე კი პრინციპში ესე იყო ალბათ არ გამოვა სწორად. ეგ როგორი ამბავი ეცი ხ მაგალითად სპილბერგის შინდლერის სია ამათ წარმოადგენში ოსკარ შინდლერი რო ყოფილიყო ქოცი ესე ხეშად რო ვთქვა. ეს ხალხი ვინც ამ პროტესტის ავანგარდშია იტყოდა რომ პროპაგანდა ეს არის პროპაგანდა პრო ისრაელის და ის ტიტრი რომლითაც ვთავდება ფილმი რომელიც არის მშრალი ფაქტი რომ აი ოსკარ შინდლერმა ამდენი ადამიანი გადაარჩინა შინდლერის ხო ამით თავდება და მე არის ეს დრამატიზაცია რომ ეს ადამიანი მიდიან და ქვებს ავაკებენ ხო ისე ბერლინში არის ეს ტიტრი არის პროპაგანდის ყველაზე ბოროტად გამოყენებული ფორმა იმიტომ რომ ამ ისტორიას არ ჭირდებოდა რომ ეს სახელმწიფო მომხდარიყო და ამითი ოსკარ შინდლერის ფიგურა გაეძლიერებინა. დაახლოებით ეგეთ რაღაცას უკვე ჩვენ საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ფაქტი რომ ბიზნეონიშვილმა იყიდა შეიძინა იოანე ზოსიმის ხელნაწერი და დაუბრუნა ის საქართველოს და იდეაში ამ კონკრეტულად ამ ფაქტში ვერაფერი წესი ნორმალურმა ადამიანმა ვერ უნდა დაინახო სალანძღავი და საკრიტიკო ან მხოლოდ ამ ფაქტის შრალი ტიტრით წარმოჩინა რო არის შენთვის ძალიან დიდი ტრაგედია და ამას რო უპირისპირდები არის ზუსტად იგივე კალიბრი. მაგრამ ნუ ხო როგორც ვახსენეთ ეს კეთილ მხოლოდ იმისთვის რომ არა ფილმზე მოხდეს საუბარი, არამედ გადაიზარდოს ეს აქტივიზმში, რომ შეიქმნას მათ აუდიტორიაში წარმოდგენა, რომ აი რა ბოროტ საქმეს ემსახურებიან, ისე რომ არც ფილმი ნახოს არავინ და არც მასზე რეფლექსია მოახდინოს არავინ, იმიტომ რომ ფილმის შესახებ თუ გინდა რომ რაღაცა ნეგატიური წარმოდგენა შექმნა ან თუ შენ გაკეთე წარმოდგენა, ყველაზე მარტივი რაღაც არის კრიტიკა. არა ისე დაწერო კრიტიკა. ხო, მაგრამ ამ ხრივ მე მგონი ყავთ მათ ტიპები, ვისაც ეს შეუძლიათ რომ გააკეთო, მაგრამ ამას ხო არ აკეთებენ. იმიტომ რომ ფილმის კრიტიკა რომ დაწერო, უნდა შეხვიდე ფილმის ანალიზში. ფილმის ანალიზში რომ შეხვიდე, უნდა რეალობაზე იმსჯელო, რაც გაქვს ნანახი. ანუ ობიექტურობა რაღაცნაირად უნდა დაიცვა. კი ბატონო. ხო და შესაბამისად, როდესაც ობიექტურობა თუ დაიცავი შენ, იქ ვერაფერს ვერ დაინახავ ისეც, რომ ამას შეტანო, რომ აი ეს არის ბინძური პროპაგანდა, ამიტომ გადადის იმაზე, რომ რა გესაქმებათ ბერლინალეზე, როდესაც თქვენ აქამდე არ იყავით რეჟისორი. ხო, აი და ამიტომ ეს გაყოფა არის კიდე შემდეგი, რომ თქვენ არ უნდა ჩამოხვიდეთ საერთოდ ევროპაში რატომ მიდიხარ? ანუ მათ ესე ესმით, გესმით, რომ ეს სივრცე უნდა იყოს თლიანად გაყოფილი. ან ხარ აქეთ, ანუ სამყარო არის შავ-თეთრი, გესმის? ან ხარ ერთ მხარეს, ან ხარ მეორე მხარეს. თუ იქით რაიმე ცუდი ხდება, შენ თუ ამაზე მიუთითი, ესე იგი შენ ამას პროპაგანდისტვის იყენებ. ანუ ტრამპ ეხა ძალიან რთული პერიოდი აქვს, იმიტომ რომ მიიღეს ესეთი ფენომენი, რაც თქვა დონალდ ტრამპი, რომელიც არის თავისუფალი სამყაროს ჭალებში ბასტიონი და უცებ ამ ბასტიონს დააჯდა ადამიანი საუკეთესო ასე ბჭყალებში ქოცური ტრადიციებით, ანუ ქოცი გახდა იქ პრეზიდენტი. ეს ეხა არის სრული სიგიჟე, იმიტომ რომ ეს ურთულესია გაატარონ. ეხა მიმდინარეობს ცი როგორი პერიოდს უყურებთ ჩვენ. აი არჩევნების მერე რო იყო, ჩვენი არჩევნების მერე რაღაც პერიოდი, აი მესიჯის ჩამოყალიბება რო ჩნდებოდა, ვიღაცამ გაჟონვა თქვა, ვიღაცამ 300,000 ხმა, ვიღაცამ რაღაცა, აი რო ეძებდნენ და ბოლომდე რო ვერ იპოვეს. ეხა მიდის რომ ეხა ნახე ტრამპი არის ნამდვილად კრასნო, ვიცოდი, რუსეთის აგენტი.
და 87 წელს დაავერბოკეს. ნუ არის ამ ოლიგარქი, ან არის მასკის ყმა. ეხლა მიდის ამის ძიება, რომ ეს რაღაცნაირად სამყარო ხუნ აიხსნას. სამყარო მრავალფეროვანი არ არის, გესმის, რომ შავ-თეთრია. ის იყო იქით, ეხლა არის აქეთ, ანუ ის რას შეეკრა. ეხლა ჩავარდა ეს ამბავი და ეხლა ბერლინში ახალი ვარსკვლავი დაიბადა, ფრიდრიხ მერცი, ეხლა იქნება ამას ჩამოვეკიდოთ. ესე იგი, ადამიანები გარდა იმისა, რომ თავის სურათი სამყაროსი შეცვალონ, ამის ნაცვლად ცდილობენ იგივე მეთოდით ახსნან ეს სამყარო. ხო, მაგალითად მერცის შემთხვევაშიც, როდესაც ეს ადამიანები ცდილობენ რომ მიეკედლონ იმას, რომ აი ისევ ჩვენები დარჩნენ და შოლცი კი არალეგიტიმურია უკვე და ვეღარ იქნება კანცლერი, მაგრამ აი ისევ ჩვენები დარჩნენ, უბრალოდ მან დრას ატარებენ ერთი-ერთში ჯდება AfD-ს საიმიგრაციო პოლიტიკასთან, CDU-ს საიმიგრაციო პოლიტიკა. პირდაპირ შეგვიძლია თქვა, რომ ნასესხებიც კი არის. მაგალითად, მაგაზე თვალს დახუჭავენ. არა და ეგ იდეაში ლიბერალისტვის ხო ძალიან სენსიტიური თემა არის, როგორ შეიძლება შენ საიმიგრაციო პოლიტიკაზე გქონდეს ის პოზიცია, რომელიც აქვს CDU-ს და რაც არის ის, რომ რაც ქონდა AfD-ს და რაც აქვს იდეაში ტრამპს. და ნუ თან ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელიც შიდა იდეოლოგიურ კურსს ატარებს კონსერვატიულს. უბრალოდ ნუ ხო საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა იგივე ექნება უდიდესი ალბათობით, რაც ქონდა შოლცს. მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ მხოლოდ იმის გამო, რომ აი სავარაუდოდ ჩვენთან მიმართებაში დიდად არაფერი არ შეიცვლება, ამიტომ ეს არის მათთვის დაშის დასაკრავი. ჩვენ ვაპარაკობთ იმდენად იდეოლოგიურ დევალვაციაზე, რომ ანუ საერთოდ არანაირი საყრდენი, რომლის მიხედვითაც ისინი ირჩევენ მოკავშირეს, არ არსებობს. არსებობს მარტო ეს დაუპირისპირდება თუ არა მართლ გუნდს. მხოლოდ ეს არის ამათი ღირებულებითი ცენტრი. ამერიკა მოწონთ მხოლოდ მაშინ, თუ კრიტიკული განცხადება ამერიკიდან ისმის ჩვენი მისამართი და საელჩოს პოსტებში იდება რაღაცა სასაცილო ქარდები ქართული ოცნების წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ამერიკა არის პრორუსული, როგორც ახლა მიდის ამაზე საუბარი. ისო ფესტივალს რო დაუბრუნდეთ, მაგალითად ჩვენ მთელი გასული წელი რომელ ფესტივალზეც და ბაზრობაზეც არ ვიყავით და წლევანდელი ბერლინი, ჩვენი მთავარი მისია და წესი ეგრეც უნდა იყოს, სხვა მისია არა კინოცენტრს. იყო ქართული ფილმის ქართული კინოს გაცნობა, იქნებოდა ეს ჩვენი წარსული ოქროს ფონდი, იქნებოდა ჩვენი აწმყო დღეს რა პროექტები თუ იქნებოდა ჩვენი მომავალი რა პროექტები არის განხორციელების სტადიაში ან ეძებს დაფინანსებას, ეძებს კოპროდიუსერს ასე შემდეგ. ყველა ჩვენი შეხვედრა შარშანაც და წელსაც ამ შემთხვევაში ბერლინის კინობაზრობაზე იყო მხოლოდ ამ ფორმატით. ყველა შეუძლიათ მათ სამარტივად ნახონ ის რამდენიმე ათეული შეხვედრა, რომელიც ჩვენ გავმართეთ და ყველას შეეხმიან და კითხონ, აბა რამე სხვაზე ხო არ გელაპარაკეს, რაღაც პროპაგანდისტული თემები ხო არ შემოიტანეს, პოლიტიკაზე ხო არ გელაპარაკეს. ანუ ეს გრაუსში რაღაც არ მოხდა. ჩვენ ვცდილობდით რომ გელაპარაკეთ კინოზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მაგალითად პირადად ჩვენთვის სრულად მიუღებელ პერსონაჟზე თუ ფილმზე თუ ვინმე რამეს მეკითხებოდა, მაგ შემთხვევაში მე ვეუბნებოდი, რომ კი ეს არის თანამედროვე ქართული კინოს ძალიან კარგი წარმომადგენელი, მნიშვნელოვანი ფილმი, რაც იყო და რაც არ იყო, ყველაფერს ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში პოზიტიურად წარმოიჩინო. უყურე და ჩვენ საპირისპიროდ რა ხდება? შარშანაც და წელს განსაკუთრებით, მაგრამ შარშანაც ზუსტად იგივე ტენდენცია იყო, ეს ადამიანები დადიან და ევროპულ ბაზრობაზე რა შეხვედრას მართლან აცნობენ აქტივიზმს. რომ საქართველოში პოლიტიკური აქტივიზმი, თუ აი მაგალითად შარშან სტენდი რო იყო ანუ ანკლავი რაც აქვს გაკეთებული ქართული კინო ინსტიტუტის, იქ მათ ეკრანზე გადიოდა აქციის კადრები. ჩვენ ეკრანზე გადიოდა ქართული ფილმების კადრები. მათთან გადიოდა აქციის კადრები. სხვაშორის ძალიან გაღიზიანდნენ მაგ კითხვაზე, როდესაც ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, იქ რომ თქვენ აქტივიზმის პროპაგანდისტვის ხართ აქ თუ ქართული კინოსთვისა და ამან გამოიწვია ცოტა ჩოჩქური. წელსაც მაგალითად ეს ადამიანები, როდესაც მაგალითად ოფიციალური წერილი გაუგზავნეს ბერლინის კინო ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ არ შეხვდეთ ქართულ კინოცენტრის დელეგაციას, იქ ხაზგასმით ჩემზე და ბექა დავითულიანზე, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილე არის, ხაზგასმით ეწერა, რომ აი ეს ორი ადამიანი, ვინც კინოცენტრს წარმოადგენს ახლა, ესენი არიან პროპაგანდისტები, პრორუსული ხელისუფლების ანტი-LGBT და ძალადობრივი რიტორიკის გამტანები და არღვევენ ყველანაირ ევროპულ ღირებულებას და ადამიანის უფლებებს, რომელზეც დგას გერმანია და თქვენი ფესტივალი.
ანუ იდეაში და ვითხოვდნენ რომ გაუქმეთ პლატფორმა და ინდივიდუალურად ფლაიერებს ურიგებდნენ. იქ მონაწილე სხვადასხვა სუბიექტებს რომ არ შეხვდეთ ამ ადამიანებს, ესენი არიან მოძალადეები. ანუ ეს ადამიანები ჩადიან იმისთვის რომ ჩვენ შეგვიშალონ ხელი. რეალურად მათი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება აქ არის ეს და მეორე არის თავიანთი აქტივიზმი და ვიქტიმიზაცია. რამაში როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ ქართულ კინოზე ვილაპარაკოთ. და ამასთან ჩვენ გვეძახიან ესენი ცენზორებს და დაკავებული არიან ჩვენი დაცენზურებით. უბრალოდ არაფერი არ გამოსდით, იმიტომ რომ შეუძლებელი გარემოებაა ხო ის ბრალდება რომ ანუ ესენი ჩამოსულები არიან პროპაგანდისტები და როდესაც ყველა ხვდება და არც ერთ შეხვედრა ჩვენ მაგათ წერილის და ფლაიერების გამო არ გაგუქმებია და ყველა რაც ქონდა შენიშნული ყველა შეხვედრა ჩატარდა და არავის კითხვა მსგავს თემაზე არ დაუსვავს, ყველა სამუშაო შეხვედრა იყო. შედეგს ესენი ვერ აღწევ. უბრალოდ ეს ცდელობა არის მხოლოდ იმიტომ რომ მე მედიაში ეს თემა აწიო. იმიტომ რომ მაგალითად იქ რაც ქონდათ დისკუსია აუდიტორიასთან გამართული იქაც ამაზე მიდიოდა საუბარი, ანუ მაგალითად საუნო ჯაში იჯდა და ეუბნებოდა ჩემზე პირადად იქ დამსწრე მაყურებელს, რომ ეს ადამიანი არის პროპაგანდისტი, ვინც დღეს წარმოადგენს კინოცენტრს, არის კინოცენტრის ჩრდილოვანი მმართველი და ის ამასთან მუშაობს ისეთ არხზე, და აქ უკვე მეთქი აბა რა შეფასება იქნება და სადაცო წინა კვირასო გავიდა სიუჟეტიო ანტი-LGBT თემატიკისო. Просто სიუჟეტი გავიდა, ის კი არა რომ მე ვთქვი რამე ან მე გავაკეთე, გავიდა სიუჟეტი. და ამ შესაძლოა ამათ თანხმობა არ შეიძლება. ანუ სწორი მიგნებაა, ნახე, ანუ მე ერთგვარად მე შენ კი გასაგებია რომ ამაზე ეგეცინება ქილიკობ და სასაცილოც არის, ცხადია, მაგრამ მე ამავე დროს ეს ლოგიკა მესმის რა. ამ ადამიანების მე მესმის. ჯერჯერობით ისინი ვერ ხედავენ ცენზურითა ცენზურისა დათრგუნა, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა ქრისტიანული მორალი რო შენ სხვანაირად უნდა მოიქცე ან მაგ კუთხით რა თქმა უნდა ცხადია რომ არა აქვს, მაგრამ იმითიცაც იმხელა რაციონალობაც არ ყოფნით რომ იმითი შეხედონ რომ მიზეს შედეგობრივად რეზულტატს მიაღწევ ამითი თუ უარეს გააკეთებ. ან რაღაცა უფრო დიდ ხომ არ აზიანებ და მაგასაც შევეხები უფრო დიდს რას აზიანებთ, მაგრამ ეს ადამიანები გაიზარდნენ რაღაცა ტიპის ტრადიციაში, ანუ ვიღაცა მე შეუქმნა, იმიტომ რომ იქ იყო მითუ კამპანიები, მათ ნახეს რომ აი რამდენი კენსელი ვიღაცების გაჩერება მოხდა რა, ოპერის მომღერალის რაღაცა ბრალი დასდა, შემდეგ კონტრაქტი გაუწყვეტეს, ეს მუშაობს. ანუ ეს ყბადაღებული თემა, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმი, ეს მუშაობს, იმიტომ რომ შენ თუ ესე არ იქნები, მე გაიძულებ რომ ესე იყოს, ანუ რასაც ებრძვი, შენც რო ეგეთი ხდება, ნუ ამას ეთქვა მაგდენი ცონა და განათლება, თუნდაც კინო არ უნახავთ, რომ აქ რა საფრთხეა, რომ შენ შეიძლება ამას დაემსგავს, ეს ერთი. მეორე მომენტი არის ის, რომ მე სხვაშორის ეს ინტერვიუ, რაც დამერეკეს წასვლამდე, ხო, ბევრი რაღაცა იქიდანაც გავიგე რა, ვიკითხებოდი, რომ აღმოაჩინე, რომ არსებობს თუნდაც 500 კინემატოგრაფისტი, რომელიც არის ამდენი არსებობს და ეს ყველა არის გაფიცული. და ნუ იქვე არ ვიცოდი მე რომ ამდენი იყო, მაგრამ ეს რო რაღაც გაფიცო არის, ვიცი თქო, მაგრამ იცი რა მაინტერესებს თქო და გაფიცვის მიზანი რა არის თქო. ეს სადღაც ხო უნდა გააკეთო კალიბრაცია და აი შეხედო რომ კი, მაგრამ ნუ კაი გავიგე, მაგრამ აი როდემდე ხა ხო, რა ვშვები. ანუ ეს ხალხი იმიტომ არის გაფიცული აპროტესტებენ ცენზურას და აპროტესტებენ რომ კინოცენტრის მმართველობის სტრუქტურა შეიცვალა, რომ რაღაც არჩევნები იყო, ეხა სხვანაირად არის. გავიგე, მაგრამ შენ ეს ჟურნალისტი თან მითხარ რომ მე თან კინომცოდნე ვარო და კი, მაგრამ მთელი ქართული კინო, როცა დაიწყო 20-იანი წლებიდან, ხო? ცენზურის დროს არის შექმნილი. საბჭოთა კავშირშია შექმნილი და მაშინ ანუ არაფერი აღარ ვარგა და ყველაფერი უნდა გადავაგდოთ. ანუ შენ იმიტომ ხარ ხელოვანი, რომ ეს გარემო რაც გაქვს როგორიც არის ეს გარემო, თუ ამას ქმნი ეს გააკეთო, თუ არა და მაშინ არ უნდა გახდე დისიდენტი, გახდე მერაბ კოსტავა, გახდე რაღაცა, ანუ მართლა არ მესმის, ეს რამით ვინ ასწავლა, ანუ პროფესიები გარდაქმნილი, აბსოლუტურად გაზავებული აქტივიზმით. შენი პროფესია უნდა გადმოიყენო აქტივიზმად, რომელიც არ მთავრდება არანაირად, ხო ხვდები ესე რაღაცა კარგად, იმიტომ რომ თუ ისტორიას წერ, იქ უნდა დაიცვა ეს ისტორიული ობიექტურობა. შენ კაცო გადაიღე ის ფილმი და შენ კინოენა მით უმეტეს რომელიც გაძლევს ზღვა საშუალებას, რომ რაღაცა ტიპის სათქმელი მიიტანო აუდიტორიასთან. და ეს ჩემთვის იმიტომ არის ნიშანდობლი, ანუ ყველაზე პრიმიტიული ფილმი, გესმის რომ ანუ ჯერ ქმნი რაღაცა ჩარჩოს ანუ შექმნას ხო ნარატივი ბიძინა ივანიშვილი ეს არის რუსეთი. შესაბამისად რაც აკეთება, აი ამავე დროს იქ არის რაღაცა ახირებები. ანუ როგორც იქ იმაში რო არის ფილმი რა
აქვე ცნობილი რუსული ფილმი რო აგი. ეკლესიას რო იმაშვება, რა ქვია. კაცი რუსეთში რო ეცინა. ანდრეი რუბლევზე. არა, კაცო, ეხლა რო დიდი ძალიან ის რო არის, რა ქვია. მთელი ამბავი ამტყდარი. ახალი ფილმია? ხო, ზვიაგინცევი კი არა. ეპარქიაში რო მღვდელმსახურთან თუ რაღაცა იმასთან რო აქვს რაღაცა დავა. კი, როგორ არ გინახავს ძალიან ცნობილი ის არის რო. ანუ მაგ ტრადიციებით რო აი ეს ძალაუფლება და ის ძალაუფლება ნახეთ რა მასშტაბის არის და როგორ იმაშვება რა ქვია წარმოადგენს და ვრცელდება ამ ყველაფერს ხვდები და აი ეს მარტივი თემა ამ ჩარჩოდან ამოღებული ეს არის კინოაქტივიზმი. ანუ კინოს ფორმალურად საშუალებით ჩვენ ეხა აქტივი პროტესტის იმაში ანატომიაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი და ყველა დარგიდან იგივენაირად აკეთებენ. მედია გახდა აქტივისტური, აქტივისტია ისე აქტივისტი გახდა მღერალი. დავიწყოთ იქიდან რომ ცენზურა არ არსებობს. ჩვენ პირობებში ცენზურა არ არსებობს. არ არსებობს დაცენზურებული ქართული ფილმი. რამდენადაც არ უნდა ცდილობდნენ რომ გაყიდონ საკუთარი თავი და საკუთარი პროექტი დაცენზურებულ ფილმებად, ანუ ამისი ფაქტობრივი მაგალითი რომ აი ცენზურა რა არის ხო? რაღაც აი აქედან მე ან დაფინანსება შემიწყვიტეს, ან რაღაც სცენის ამოჭრა მომთხოვეს, ან სცენარის გადაკეთება მომთხოვეს, მე არ მომცეს ამის დისტრიბუციის საშუალება, ანუ არ არსებობს ეგეთი ფაქტი. ჩვენ თუ ცენზურაზე ვაპარაკობთ დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში, უნდა წავიდეთ ცხელძაღლთან, ხო? მიშას პერიოდში. მას შემდეგ ცენზურის როგორც ასეთის ფაქტი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ყიდიან თავს დაცენზურებულად. თუნდაც ის რომ ამბობენ, რომ კინოცენტრი აფინანსებს მათთან ლოიალურ რეჟისორებს. ეს ადამიანები არიან უკვე წელიწადზე მეტი ბოიკოტში და არ შემოაქვთ ახალ კონკურსში პროექტები. ანუ კინოცენტრი ფიზიკურად ვერ დააფინანსებს ის რაღაცას, რის პროექტიც არ არის მასთან შესული. ანუ ეს ადამიანები თვითონ იჭრიან კინოცენტრთან თანამშრომლობის გზებს. აი მაგალითად ძალიან სასწრაფო სახელს არ ვიტყვი, მაგრამ ვიცნობ ამ რეჟისორს. სამი დარგის წარმომადგენელი, რომელიც კინოცენტრთან არ თანამშრომლობს და ყოველდღე დგას აქციებზე, ცდილობდა რომ საელჩოსგან, ჩვენი საელჩოსგან მიეღო დაფინანსება ბერლინალეზე დასწრების. ამჯერ საელჩო რა შუაშია ბერლინალეზე დასწრების დაფინანსებასთან, მაგრამ თუ რუსული ხელისუფლება და რუსულ რეჟიმს ის ქართული საელჩო ამ რეჟიმის წარმომადგენელი არ არის? ანუ სიგიჟის მასშტაბი. ხო, გერმანიის საელჩოს. გერმანიის ჩვენი საელჩოს. ანუ სიგიჟეს ხო ხვდები? მაგრამ უყურე, რო დაუბრუნდეთ იმას, რატო არის ეს აქტივიზმი ჩანერგილი შემოქმედებაში. ეს არის სუფთად ამერიკული მარკეტინგული პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ შენ რო დააკვირდე მაგალითად სარეკლამო ბიზნესი როგორ პოზიციონირებს კონკრეტული ბრენდების, იქ აუცილებლად დაინახავ, რომ აქტივიზმი არის ერთ-ერთი წამყვანი მელოდია პოზიციონირების, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ისე ცნობილი რეკლამა იყო ჟილეტმა რო გააკეთა, საპარსიმის იმან რომ ჩვენი მომხმარებელი არ შეიძლება იყოს ჰარასერი. ანუ აი რეკლამა იყო ქალს რო დაინახავს ვიღაცა რო მოეწონება და გაყოლას რო ცდილობს რომ აჩერებენ რა და არა ძმო შენ თუ ჟილეტს მოიხმარ ესეთი ქცევა არ შეიძლება რა. ეგ არის გადმოკოპირებული ჩვენთან რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქტივიზმი. ეს პირველ რიგში ხდება იმიტომ რომ სხვანაირად ამ ადამიანებს როგორც ჩანს არა აქვთ შესაძლებლობა რომ თავი გაყიდონ სხვა ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ ისედაც მათი შემოქმედება დგას მხოლოდ იმაზე, რომ უცხოელ ჟიურის და უცხოელ აუდიტორიასთან დაამყარო კომუნიკაცია და საკუთარ აუდიტორიას არ ელაპარაკონ და საკუთარ მაყურებელს ეს ფილმები არ უჩვენონ, თავიდან ბოლომდე მორგებულები არიან იმ მოდუს ვივენდის, რომ აი ჩვენ ქვეყანაში მარტო საშინელება ხდება, მეტი არაფერი და ჩვენ ამას უპირისპირდებით, ჩვენ ამას ვბედავთ და მე ჩვენ ამაზე გვაცენზურებენ. ნუ აი იგივე შემთხვევა იყო, მაგალითად ეს აბას თუმანზე რო გააკეთეს ფილმი, სადაც აგრეთვე უბრალოდ იმენ ვერ მოახერხა თავის ისე წარმატებით გაყიდვა, როგორც ეს მოახერხა სალომე ჭაშმა, დაცენზურებულ რეჟისორად, რომ არავინ არ დაუჯერა ხა ეგ დაცენზურება რა ფაქტია მაგ დაცენზურების. სადაც აგრეთვე არის ეს აბსოლუტური აბსურდი ისე ბიძინა ივანიშვილზე დოკუმენტური ფილმი, სადაც
რეჟისორი ტუბ დისპანსერს ელაპარაკება რაღაც ჩემი აზრით დრამატურგიულად ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სცენაში და ეუბნება რომ ჩემო საწყალო ტუბ დისპანსერო შენ ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილმა ადამიანმა გიყიდა და თავის აბანოდ გადაგაქცია. აი გამახსოვდა ეს ფილმი ახლა დავსაჩე. ლევიათანი არ გაგა? ლევიათ მეთქი ახალ ფილმზე მეუბნებოდი რაღაცა. ახალი 10 წელი 2016-ია მე მგონი თუ 14-ია, გაკეთებ 15-ში გამოვიდა. ხო და ნუ 10 წლის წინანდელია და აბა ის ალომეჯაშიც როდინდელია 2007 ხო და ეს არის გესმის ეს ჩარჩო სადაც ისაზღვრება საიდანაც იღებ აი ამ მაგალითებს და ეს ერთნაირად იკვრება ეს მარკეტინგულად გესმის რომ აი ნახე იქაც ხო ეგ ძალაუფლების მქონე ადამიანი და აქაც ის ვიღაცა ალბათ გარდაიცვალა ტუბერკულოზით და ნუ იგივე სცენას ათამაშებ გესმის ეს ყველაფერი მთელი ეს აქტივიზმი როგორც იყო ნაჩვენები და რა ფორმითაც იყო მოცემული და ის ძირითადი ნოტები რომელიც იყო შეტანილი ხო ხდები ჩვენ ხო გასაგებია ხო პროპაგანდა როგორც კეთება ის ხო სრული ტყუილით არ კეთდება გესმის რაღაცა საფუძვლები ხო არსებობს რომ ფიზიკურად არსებობს ცხადია რომ თვალშისაცემი ხა ეგეთი პრეცედენტი რომ მაგალითად მე ადრე მახსოვს ნასე ის ნაძიებიც მაქვს ინტერნეტში ეგეთი პრეცედენტი რომ დენდროპარკია ესე ამდენი ხელა მასშტაბის გადარგული ხეებით გაკეთებული ხო არ ყოფილა და როგორც ვიცი თავის დროზე National Geographic-ს თუ ვიღაცას პროექტიც ჰქონდა რომ ოღონ მართლა როგორც ამ ეგზოტიკაზე გაეკეთებინა ეს ფილმი ხვდები და მან დაემთხვა სხვა შორის ფილმის პრემიერა იყო ძალიან ცოტა ხნით ადრე ეს დენდროპარკი უბრალოდ გაიხსნა და ხალხი მივიდა და ძალიან ბევრი ადამიანმა ეს ნახა და კიდევ ვეღარ მოახდინა ეს რაღაცა შედეგი ხო ანუ აქ ჩვენ ხო დავდივართ იმაზე რომ პერსონალია ჩვენთვის არის მიუღებელი ეს პერსონალი არ გასაუქმებელი ამის წინააღმდეგაც ასო ანუ მარტივი მაგალითი არის როგორი პოზიტიური ინიციატივაც არ უნდა ქონდეს როგორი კარგი რაღაცაც არ უნდა დაანოსო ეს გაიცო ეს ამოსყიდვა ეს არის პროპაგანდის ნაწილი ეს არ არის აუთენტური ეს არ ხმარდება ხალხს მაგალითად უცებ რაღაც ხელისუფლება სტუდენტებს იმას უნივერსიტეტის სესხებს გადაუხდის ეს არის მოსყიდვა ამათმა ეს სტუდენტებისთვის არ გააკეთეს ეს დააკეთეს ხმებისთვის რაღაცა ხო მაგრამ აი ანატომია ამას ქონდა ძალიან იცი ამაზე ცალკე ფილმის გაკეთება შეიძლება სხვათაშორის ნახე როგორ იმიტომ რომ გარედან იმიტომ თვითონ ვიღაცა ხო რაღაცა მესეჯ ბოქსის ავტორი მათ აძლევდა იმ ნოტებს აი ამ განვლილი 12 წლის განმავლობაში სად უნდა აქტივიზმს სად უნდა ებრძოლა და სად უნდა ერტყა აი მე გაგახსენე პირველ რიგში და ყველაფერი ეს მე ხოშოს წინა გადაცემაში ვთქვი და ეს უკავშირდება აი ამ ნაციონალური მოძრაობის უკან ინტერვენციას ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებაში NGO სექტორში და ასე შემდეგ იმიტომ რომ მათ შეიტანეს აქ ის მესეჯ ბოქსი და დღემდე სხვათა შორის ამას წერენ ხოლმე უკვე სადამდე არიან მისულები ნახავ აი მაგალითად დღეს არის უკრაინის ომის დათმობიდან ზუსტად 3 წლისთავი და დღეს ისინი იძახიან მე დღეს ვკითხულობ რაღაცა სტატუსებს სადაც ანუ ეს ტიპები აი hardline ნაცები ამბობენ რომ არა უკრაინა დაამტკიცა რომ მას შეუძლია მოუგოს რუსეთს დღეს ამბობენ ამას ეს არის სასწრაფოდ შეაძლებელი ნუ მოყავთ რაღაცა მაგალითები დასაწყისიდან მე რაღაცა გუშინდელ მაგალითამდე და ნუ ასე შემდეგ რა ეს მსურველებს შეუძლიათ ამას გაეცნო რომ პირველი დასაწყისი იყო რომ ქოცები არიან უნიათოები ბიძინა არის ხიხო ანუ შეუძლებელია ამას ქონდეს ფილი ანუ ეს იყო ერთგვარი ესეთი ზიზღი არ მიღება რომ ეს რაღაცა უცხო როგორ შეიძლება ამარ ამსად რაღაცა გიგოს ერთს დაგიმატებ რომ გახსოვს თავარი მელოდია რა ქონდათ რა რომ ესენი არიან გოიმები ხო ეგ ამის ნაწილია ყველაფერი არა მარტო თანამშრომლობა ეს ცოტა როგორ შეიძლება ამას სად დაელაპარაკო გესმის გაჩნდა ეს დისტანცია აქტივიზმმა ამას ხარიაო შემდეგ როცა აღმოჩნდა რომ რაღაცა კრიზისი დადგა მაგრამ ქართულ მოცნებამ ეს კრიზისი გაიარა და ცოტა ძალის გამოჩენა მოუწია ხო ხდები შემდეგ რაღაცა ეს უკვე შეიცვალა ხდები კორუფცია მიტაცება ანუ ერთი დიდი რაღაცა ტენდერი და ის ხდება 90-იან წლებში დაუბრუნდით რა ხო ხდები აი ამ მიდგომით ეხა შევიდნენ რაღაცა ამაში მერე უკვე ნუ არჩევნები რო სულ ყალბდება და ეს ყველაფერი რომ მიტაცებულია და აპოკალიფსში ცხოვრობთ უკვე ესია უსამართლო სასამართლო ანუ ეხა წავიდა რომ როგორ შეიძლება ერთ-ერთი ტოპ ტვინი წერდა იმას რომ საერთოდ რანაირად შეიძლება უჩააბაშიძეზე რას იძახით საერთოდ დღეს ეს ისე ხალხ აქტუალურია იმიტომ რომ მორიგი ის გამოჩნდა ამ მიმართულებით რა ქვია პერსონაჟი რა ამ ნაწილში ხო და ეს როგორ შეიძლებაო გესმით ამ სასამართლოსიო რა გჯერთ სანამ სასამართლო რომც აღიაროს რომ უჩა დამნაშავეა რომ ამ სასამართლო მაგრამ ან მაგალითი რომ იცი ამ სასამართლო ყოფილა ძალიან გახმაურებული საქმეები რომელსაც გაუვლია მე ჩასულა სტრასბურგში და მე სტრასბურგიდან ეს ვერდიქტი ჩამოსულა რომ იცი ყველაფერი სწორად მოხდა მართსაჯულება აღსრულდა არა ხო და ეხა ეს ყველაფერი მივიდნენ აი ამ სურათზე მიდიან დღეს მაინც იძახიან რომ უკრაინა იღებს უბრალოდ ამერიკაში ამ დროს რა ხდება იცი რომ იქიდან მეორე ტალღა
გამოდის. ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომელსაც თქვა, იცით, თქვენ ძმებო 3 წელი გქონდათ, ვერაფერი ვერ ქენით, არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ ეს უკრაინა რო იგებს, ეს რამდენი ხანში უნდა მოხდეს, რა რესურსი უნდა მოხდეს, რამდენი კაცი უნდა მოხდეს და პარალელურად სანამ ამას იძახდით. იცი აღმოვაჩინეთ, თუ ძალიან ბევრი მილიარდია მოპარული. და იქ ამბობს ეს ყველაფერი დაიხურა. და ამ პროცესში კიდე მოხდა მხილება, რომ თუნდაც USA-ც კიდე თავისი მედია პროგრამა აქვს და ეს message box-ები და წეგან თქვით, სწორედ იქ იწერება. უღურე მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს ოპოზიციური ჯგუფები თუ სუბიექტები მოხდება და მოიგებენ რაიმე სარჩელს. ის ლეგიტიმური არის. მაგრამ ყველა საპირისპირო არის რუსული ხელისუფლების მიერ მართული ძალადობრივი სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში, როდესაც მათთვის არა სასიამოვნო, არა სასურველი შედეგი დგება, იქ ყველაფერი არის არალეგიტიმური. თუნდაც სტრასბურგი. სტრასბურგი, როდესაც ამბობს, რომ რუსთავი II იყო მითვისებული და გადასცემს მის კანონიერ მფლობელს, სტრასბურგი არის მოსყიდული ამ შემთხვევაში. როდესაც ქართული ოცნება 2 წელი ლაპარაკობს, უკრაინა იქნება საკანონმდებლო ნაწილი იქნება თუ საგარეო პოლიტიკა, იმას, რასაც დღეს ლაპარაკობს ამერიკის ადმინისტრაცია, უკვე იმისთვის რომ ეს ლეგიტიმაცია გააუნებელყო, ამბობენ რომ ამერიკის ადმინისტრაცია არის პრორუსი. ქართული ოცნება კი არ იყო მართალი. ამერიკის ადმინისტრაცია არის პრორუსი. ტრამპი არის პუტინის პროექტი. და ამით იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოზის მასშტაბში გადასული. ოღონდ მე ვიყო მართალი და მთელი, რა ვიცი, მეტაფიზიკური კონსტელაციაც კი უძლური არის საპირისპირო რომ დამიმტკიცოს. ანუ ეს უკვე მართლა რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემის სივრცე არის, აქ უკვე არგუმენტაცია, ფაქტობრივი მსჯელობა, დებატებიც კი, ანუ არანაირი შედეგის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც შეუძლია თქვას, რომ აი ხო აი კი უყურებ უკვე ყველაფერს ვაანალიზებ და აი თურმე მართალი ყოფილხარ და მაგისმაგრად გეუბნება რომ არის შენ მართალი ამერიკა გარუსთა. ანუ ის დაგემსგავსა შენ, ისიც პუტინის მარიონეტი გახდა, ადამიანს რომელსაც ამის ან არის აბსოლუტური იდიოტი, ან მართლა ანუ არის ისეთ ფსიქიკურ აშლილობის მდგომარეობამდე მისული, აი ამდენი პროპაგანდით, ამდენი მოსყიდვით თუნდაც. მას უკვე სხვანაირად აღარ შეუძლია, რომ თავის ცნობიერება მოაწყოს. მისთვის ეს არის ერთადერთი, რომ ანუ ეს არის რუსეთი და ამას მე ვერაფერი ვერ გადამარწმუნებს. თანამედროვე ჰუმანისტურ ეპოქაში თავის დროზე მით უმეტეს აი რაღაცა 30-იან წლებში თუ როცა მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომამდე ხანაში როცა ბევრად ბრუტალური იყო სამყარო და ადამიანის სიცოცხლე დიდად არ ფასობდა, უამრავი რეპრესია იყო, ხო, გერმანიაში ფაშისტები იყვნენ, ჩვენთან საბჭოთა კავშირში ბევრი რეპრესია იყო. ამერიკაში ჩვენ ხედავდით იქაც მაკარტიზმი და მიდიოდა კუდიანებზე ნადირობა და ადამიანების კარიერების დასრულება. აქეთ ხრეთნენ და საკონცენტრაციო ბანაკები და ასე შემდეგ. დღევანდელ ჰუმანისტურ ეპოქაში, ანუ არავის აღარ ესე კლავს, ხო, კი კარიერის დანგრევა ხდება, ადამიანის ბედისწერის გაუბედურება, მაგრამ ფიზიკური განადგურება აღარ ხდება და ამიტომ ძალიან დიდხანს შეუძლია ადამიანს რომ იცხოვროს აი ამ თავის გამოგონილ რეალობაში. და შემდეგ ახდინოს ამისი რაღაცა ტრანსლირება რა. კი, თან ამის გამო, როდესაც არსებობს ბაბლი, რომელიც შენ ტარს დაგიკრავს. უყურე, ჩვენ ვხედავთ მაგალითად სოციალებში ტიპებს, რომლებიც გავიცანით აქტივიზმით. არა მათი რაღაც წინარე სამუშაოთი, ანუ საერთოდ არ ვიცით რა პროფესიის არიან, რა უკეთებიათ, განათლება რაში აქვთ, თვით განათლება თუ მიღებული განათლება საუნივერსიტეტო. არაფერი არ ვიცით მათ შესახებ, გარდა იმისა, რომ უცებ აქციაზე ესენი წამოწიეს როგორც წამყვან ფიგურებად. და რატო აგზელებენ ეს ადამიანები ამას მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეუბნება საპირისპიროს, რომ როდესაც იბრძვი, აგერ სოფლიო გეუბნება უკვე, რომ არასწორი რაღაცისთვის იბრძვი რა, რომ შენ კი დააჯერე შენ მხარე თავს რო ისტორიის სწორ მხარეზე ხარ, მაგრამ არ აღმოჩნდა მხარე ისტორიის სწორ მხარე. რეალურად ამ ადამიანებს, ეს ადამიანები ახედავენ თვით დამკვიდრებას და თვით რეალიზაციას. როდესაც შენ უყურე შეგიძლია მაგალითად რომ მეგაფონში ყვირილი გახადო თვით მონეტიზაციის აქტად და შენ ამის გამო ვიღაცამ გმირი დაგიძახოს, იმიტომ რომ მეგაფონში ყვირი ხარ. მეც არაფერს არ აკეთებ. შენ ამისთვის ბაბლში გადაიქცე გმირად, შენ ამაზე ტაში დაგიკრან, შენ ამაზე ცხოვრებაში რომ 100 ლაიქს ვერ აგროვებდი შენ იმაზე რა ქვია სააზროვნო სივრცის დემონსტრირებაზე.
ამაში მიიღო ეს ყველაფერი, ეს დაფასება. შენც ეს პროფესია ხდება. ჩვენ ხო პროფესიით აქტივისტები ვიყავს, პროფესიით პატრიოტები ვიყავს, პროფესიით ტიპები ვიყავს, რომლებიც რეალურად არ იბრძვიან არაფერი ხელჩასაჭიდისთვის. იბრძვიან მარტო ეს აქტივიზმის ნაწილზე ვლაპარაკობ, იბრძვიან მარტო ამ თვითაღიარებისთვის, რომ ამათ კონდეთ შესაძლებლობა რეალიზდე. კონკრეტულ ბაბლში რასაკვირველია, მაგრამ ეს ხო რაღაცას ნიშნავს ესე იგი მათთვის რა. იმიტომ რომ უამრავი ახალი ტერმინი და სიტყვა არსებობს, აი კონტენტ კრეატორი, რაღაცას იგონებ, რა, გამოიგონებ და ვერე თუ კი ვინმე ამაში ფულს იხდის, რა თქმა უნდა ის გაიყიდება. მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება თუ იმდო მე ბევრ ადამიანს ეს არ ვიცნობ რა, მაგრამ აი ეს აი რაც შენ ხე აქტივიზმის წინა ხალხს ეძახი, აი ნენსი უოლანდებს ვთები, მე უცებ შემთხვევით თუ ჩაიხედე იმის აი ეკრანის მეორე მხარეს ის კატასტროფა დაგხვდება გასაგებია შემზარავი, მაგრამ ამის მიუხედავად რა გააკეთა, ხო იმ ხო ერთგვარი რაღაცა ეგალიტარიანობა შექმნა მარკ ცუკერბერგმა, იმიტომ რომ ყველას ვოლის თანაბარ საშუალებებს იძლევა, ხვდები? სმარტფონის მუღამი დღეს არის, რომ ის აღარ არის რომ ვიღაცას ხონდა ადრე ვოლგაში დაყენებული ტელეფონი მანქანაში და შენ სახლში ხონდა მხოლოდ. არა, ანუ ყველას თანაბარი შესაძლებლობები აქვს და უკვე ეს მალავს იმას რაღაც სულ აცდენას, რაღაცა ცოდნა, განათლება, კულტურა, რაც თავარია, ხო ხვდები? დამოკიდებულება და ყველა გათანასწორდა. და ეს ბევრი არ ვიცი მე ესენი როგორ არიან, მაგრამ ხო უნდა დაფიქრდეს სადღაც, რომ რახან ვიღაცა ამაში ფულს გიხდის, ეს რაღაცას ხო ემსახურება. რაღაცას ხო ჭირდება, ხო რახან ეს გაძლიერებს ეს გარემო. ეს ეხმარება საქართველოს წინსვლას. ანუ ესე ეგოსგან დაცლილი აქტი, USAID ეგოსგან დაცლილი აქტია. იმიტომ რომ მაგალითად ეს არის ქველმოქმედება, ეს არის ცალსახა ქველმოქმედება, კაცო, იმიტომ რომ დემოკრატიული იდეალების ხარდაჭერა. აბა, როგორ შეიძლება USAID-ს რაღაცა თავისი საკუთარი მიზანი ქონდეს. ეგრე უჭერდა მოსკოვის კომუნისტურ პარტიებს სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ უყურე, ჩვენ რეალურად მივიღეთ ამ ჯგუფებისგან, რომლებიც ყველაზე მეტად ყვირიან, რომ ჩვენ თვითგამოცხადებულად ამბობენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური და პროამერიკული ძალები, ამათთან მივიღეთ ჩვენ ყველაზე ჩამყაყებული საბჭოთა მენტალიტეტი რეალურად რა. რასაც ესენი უპირისპირდებიან ბნელს, რასაც ეძახიან, რეალურად ფერადი არშით არიან თვითონ. იმიტომ რომ ტიპებმა შეზღუდეს სააზროვნო სივრცე, ტიპები ერთმანეთს უშლიან, რომ რამეზე დამატებით კითხვა არ გააჩინო. აი USA-ზე მინდი ალბათ დასვი, ახლა მაგ ბაბლში კითხვა. რომ მართლა რაღაც სიგიჟეებში ხო არ ჯობენ. კი, ტრამპი რუსული პროექტია ძმაო და ეს რუსებმა გააკეთეს. ანუ უყურე რეალურად თავიანთ თავს აბრუნებენ ქვის ხანაში. სადაც შენ უნდა მარტო რაღაც ნიშნებით ოპერირებდე, რომ ანუ იცი რომ რაღაც ძვალს ესე თუ მოიქნევეს ძალადობის აქტია, რაც კედელზე თუ იმას ხაზს გაუსმევეს ნიშნავს რაღაც კონკრეტულ ამას და აღარ არსებობს მეტი სხვა კომუნიკაციის ფორმები. პროფილზე დაყენებული ეს ჩარჩოები რა. ეგეც ეგ არის რა თქმა უნდა. fully vaccinated-დან რაღაც. გესმის, ანუ ყველა აი რო გადახედავ ხოლმე ვიღაცის პროფილს რო გადაყვები და ეს უკვე რაღაც ჩარჩოა. საბამისად აი ძველი ბიბლიური სიმბოლო ცისარტყელა, რომელიც ფერადოვნების სიმბოლოა, უცებ იქცა აი ამ შავ-თეთრი საერთოდ ნულოვანი კრიტიკული აზროვნების. როგორც სვასტიკა იყო რა ინდუიზმში რაღაცა ძალიან პოზიტიური იმით დატვირთვით და მესამე რეიხის პირობებში სულ სხვა კონოტაციით, ხო? ამ დაახლოებით იგივე ისა. თანამ მართლა რითი განსხვავდა, ან ფაშიზმისგან რითი განსხვავდა, ან თუნდაც ესენი რასაც ეძახიან საბჭოთა მენტალიტეტიდან, რითი განსხვავდება ის სივრცე, სადაც შენ აკრძალული გაქვს განსხვავებული აზრი. და რეალურად ხო ეგაა აკრძალული. შენ ან ბრმად უნდა გჯეროდეს USAID-ის, ბრმად უნდა გჯეროდეს NGO-ების კეთილშობილების, შენ ბრმად უნდა გჯეროდეს იმ დასავლელების, რომლებიც მხოლოდ პოზიტიურს ამბობენ, ან შენთვის უნდა იყოს მაიკლ როთი თუ მიხეილ როთი ავტორიტეტი და ტრამპი უნდა იყოს პუტინის მონა. ანუ შენთვის უნდა იყოს ტიპი კუბილიუსი და ილონ მასკი უნდა იყოს ჩაბერილი ტიპი, რომელსაც აგრეთვე ტრამპის გავლენა. და უკვე იქაც რომ მიდის აღიარება თვითონ ოლაფ შოლცმა თქვა, აი მაგ დროს რა ხდება, როცა ხდება revelation. აი მაგ დროს ის რა ხდება, როგორც მაგ დროს არ შემჩნევა, როგორც მაგალითად ფილმი იონეზოს იმაზე არ შეიმჩნიეს, როგორც ფილმად და შეიმჩნიეს მარტო როდესაც ეს მოხდა ბერლინის ბაზარზე. კი, ანუ იმას უნდა შეეხო, გესმის. მარტო ეგ ამბავე, ხო, ანუ ქართული იმედი არ ითვლება. რასაკვირველია. იქ უნდა შეეხო. ხო, ანუ შოლცი
შუქდება მაშინ თუ იტყვის რომ აი ქართული ოცნებად უკახევს რაღაც საქართველოს დემოკრატიას ოპა ტაში ოლაფ შოლცი ყველა იმაზე ოპოზიციურ პლატფორმაზე ესტრიალებს მაგრამ ოლაფ შოლცმა იმ მიხაილ როც რომელიც აქციების ლამის ლიდერად ჩამოყალიბდა და მიშა შულდაძე ხშირად დგას აქციაზე იმას რომ ტრაკი კი არა და უფრო უარესი უწოდა არა მაგის გაშვება არ შეიძლება ჩვენ ეს თებერვლის დღეები საინტერესოა ხოლმე იმიტომ რომ ეს უხმასალას აძლევს ხოლმე ესეთ აქტივიზმს და შემდეგ საქართველოს ისტორიაც ხო ეხა ერთ-ერთი ისეთი დარგი გახდა რომლის აი სწორედ მათი პროპაგანდისტვის გამოყენება უნდა მოხდეს რაღაცნაირად გაფეთიშება იმ წარსულის რაღაცა ისტორიული ფაქტების უკან გადაწევა და რაღაც დაბრუნება ხოლმე 25 თებერვალია ეხა რაც ჩვენ მთელი გადაცემა ვილაპარაკეთ სულ მახსენდება ერთი მომენტი რა ყველაფრის მიღმა რა მოხდა როგორ მოხდა ამ ისტორიულ ასულებში შესვლის მიღმა, როდესაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება წავიდა და უბრალოდ არ წავიდა, მათ გააყოლეს თან რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი ქართული განძი და ამ განძს გაყვა ექვთიმე თაყაიშვილი, ეს ორი პარალელური რეალობა, ეხლა ამ გადმოსახედიდან უკვე რომ ისტორია დახურულია ეს თავი, სხვანაირად ჩანს, მაგრამ იმ მომენტში ეს ორი პარალელური რეალობა იყო, ხო, აქ იყო რაღაცა ბოლშევიკური ქვეყანა საქართველოს ტერიტორიაზე და იყო რაღაცა ემიგრაციაში მყოფი წასული ხელისუფლება, რომელიც დიდ ხნის განმავლობაში აგრძელებდა მე აი თავის რაღაც ლეგიტიმურად ცნობას. უბრალოდ ეს ისტორია მე უნდა ადამიანმა რაღაცა ისე წაიკითხონ, რომ გაიგო. თუმცა ძნელია, ვინც არიან ამ ისტორიკოსები, იმათ ხელში ესე წაიკითხო, სხვანაირად შეხედო, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ისტორია აქტივიზმია. შემდეგ ის ხელისუფლება დამთავრდა. აი როგორც ახლა USAID-მა ეს მიატოვა ეს ყველაფერი და დარჩა ყველანი საქმე დამთავრდა 1995 წელს მათი ლეგიტიმაცია. შემდეგ სარუცხო ეპოქა დაიწყო ფაშიზმი, დაიწყო ფრანგული ოკუპაცია და სამწუხაროდ ერთადერთი ადამიანი იყო ეს ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ცდილობდა რომ თელ ამ ისტორიულ ქარტეგებში მას არ დაუწყია აქტივიზმი. მან იცოდა რომ მას ეს უნდა გადაერჩინა. და ბოლოს სადაც 1945 წლის თუ არ ვცდები 11 აპრილს ეს ისტორია გამთლიანდა და დაბრუნდა, იმიტომ რომ ის რაც ხდება საქართველოში. სხვა საქართველოს კინოცენტრი ვერ იარსებებს რა. შენ თუ ნიჭიერი ხარ, შეიტან და აქედან გააკეთებ ფილმს. ვერ იარსებებს სხვა სამშობლოს. საქართველოს მთელი 3000 წლიანი ისტორია არის სწორედ ამის დასტური, რომ საქართველოს მიღმა საქართველო არ იქნება. შეიძლება ვიღაცამ სადღაც სომხეთი შექმნას, ან ებრაელი იცხოვრეს ესე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს აქ არ გამოდის. ამიტომ ადეკვატური უნდა იყოს რეალობაში ეპასო და 100 წლის წინ ამას პასუხი გაეცა, რომ ქვეყნის მიტოვებას, წასვლა საბოლოოში რაც არ უნდა მართალი იყო, აქ ამას არაფერი არ შველის. აქ დგება რაღაც რეალობები, გეოპოლიტიკა, გარშემო იცვლება, ჩვენი მთავარი ამოცანა ხდება რაღაცა გადარჩენა და იმედია, იცი შეიძლება ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც ამას მიხვდება. ხო, მე ზოგადად უფრო მომხრე ვარ ხოლმე პოზიტიურად შევაფასოთ მომავალი და იმედია მართლა ეგრე იქნება. მაგრამ მაგალითად რო გადახედონ ნებისმიერმა ადამიანმა თუნდაც შარშან რა პროექტები დააფინანსა კინოცენტრმა და უყურონ თითოეულ მათგანს აღმოაჩენენ რომ იქ თურმე არანაირი სახელმწიფო პროპაგანდა არ არის მაგრამ ამავდროულად რო გადახედონ დიდი წყება იმ ადამიანების ფილმებს რომლებიც ცენზურას გვედავებიან აღმოაჩენენ რომ იქ არის ძალიან კონკრეტული პროპაგანდა ან ლიბერალური პროპაგანდა ან ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და ან ჩვენი ქვეყნის ისეთი ეგზოტიზაცია რომ რა ვიცი ბანანის რესპუბლიკა მიმიქარავს და ამაზე ძალიან ჩემთვის ტრაგიკული იყო მაგრამ იქ სალომე ჯაში და ზაალ ანდრონიკაშვილი იყო კიდე რომელიც წარადგინეს ნომინერად ქართველ ინტელექტუალად ხო კაი ხო არსებობს ონლაინ საქართველოს სადაც ალბათ შეიძლება აუდიტორიის წევრმა უცხოელმა ვიღაცა ეგეთი ჩემთვის ძალიან შემზარავი რეპლიკა გაუკეთა რა უბრალოდ იქ მოეწონათ ეს რეპლიკა რომ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ახალ დოკუმენტურ ფილმებს რო უყურებო ხვდებიო რომ ხატრული ფილმების გადაღების საჭიროება არ გაქვთო იმდენად სიგიჟე არის ყველაფერი ან შენ ხო ხვდები როგორ შეიძლება ქართული დოკუმენტალისტიკა იყოს უცხოელის თვალით დანახული ის რომ სიგიჟის მეტი ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ანუ რატო არის შექმნილი ეგ ტრენდი რომ ჩვენთან თუ დოკუმენტური იქნება თუ ხატრული ფილმების უმეტესობა არის მხოლოდ უბედურება არის მარტო ტანჯვა აი ამ აქტივიზმის გავლენა და ჩარჩოების გავლენა ეგ არის თვითვიქტიმიზაცია რომელთაც ცდილობენ რომ გავიდენ ფონს
არა რაღაც მენეჯერი რეჟისორი ვარ, მე ტექნიკურად შემიძლია რაღაცა ძალიან აღმატებული შექმნა, ახალი კინოენა ჩამოვაყალიბო, რაღაცა ჟანრულად ახალი ვთქვა, დრამატურგიულად განვავიქცო და განვავითარო ისე რომ ეს იყოს ვიღაცისთვის ძალიან გულთან ახლოს მიტანი მიუხედავად იმისა რომ ლოკალური ისტორიას ყვები, ან ყველა ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველ მაყურებელს ველაპარაკო და მათ ისინი ავაღელვო ისე რომ თუნდაც აქტივისტს რო აკეთო შენც უფრო მნიშვნელოვანი არ არის რომ ქართულ მაყურებელს აჩვენო და ისინი გამოიყვანო ამ აქტივისტში ჩვენი დრო დიდი მადლობა სტუმრობისთვის ლაპარაკისთვის მე როგორც მითხრა იმ ონლაინ გამოცემის რა ქვია ვინც დამირეკა ჟურნალისტმა იცი ეგ ფილმი პროპაგანდა რომ არ იყოსო თუ კარგია მაინც პროპაგანდა არისო იმიტომ რომ ხო აქ გააკეთეთ და ამათვისო ნახოთ ესეთი დამოკიდებულება იმედი გვაქვს რომ შეიცვლება დღევანდელი გადაცემა დასრულებულია გემშვიდობები ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს